ნიშანობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა დამშვიდობების გარეშე. გერმანიის ელჩი 4 წლიანი უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ ოცნებას არა, მაგრამ ქართველ ხალხს ასე დაიმშვიდობა. ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა ბედნიერად. როგორც ჩანს, ქართული ოცნება პიტერ ფიშერის იმ გადაწყვეტილებამ გააღიზიანა, რომ მან უგულებელყო ხელისუფლება, რომელიც უკვე თვეებია მის დისკრედიტაციას ცდილობს. დიპლომატს დღეს პრეტენზიები მართველი პარტიის სწორედ იმ ლიდერებმა წაუყენეს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მის წინააღმდეგ რეპუტაციის შემლახველ კამპანიას აწარმოებდნენ. ახლა კი უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ფიშერმა მათთან შეხვედრა არ ისურვა. ჩვენ ნახეთ, ის არც პრეზიდენტს, არც პრემიერ-მინისტრს, არც პარლამენტს დაემშვიდობა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს ადამიანი უბრალოდ პატივს არცემს ჩვენ სახელმწიფოებრიობას. ამ ადამიანმა მოახერხა და 3 წელიწადში 30 წლიანი პარტნიორობა დაანგრია. პიტერ ფიშერი საქართველოში გერმანიის ელჩად 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა და მას შემდეგ აქტიურად ეხმაურებოდა ოცნების ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს. დიპლომატი საზოგადოებას ალბათ იმითაც დაამახსოვრდა, რომ ის ყოველთვის საქართველოს მოქალაქეების მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა და ივანიშვილის ხელისუფლებას ევროპული და დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებდა. მათ შორის პიტერ ფიშერი ხალხთან ერთად ხშირად ჩნდებოდა რუსთაველის მიმდებარედ, როცა აქციის მონაწილეები ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკას აპროტესტებდნენ. დიპლომატი არასდროს ერიდებოდა ღიად ესაუბრა ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ მიიღებულ სიტყვის თავისუფლების შემზღუდავ კანონებსა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შემლახავ ქმედებებზე. შესაძლოა სწორედ ამიტომ იყო პიტერ ფიშერი წლების განმავლობაში ხელისუფლების მწვავე კრიტიკისა და მთელი სახელისუფლებო ვერტიკალის თავდასხმების სამიზნე. ჩვეულებრივი საკაცუქია, ჩვეულებრივი სხვა ვერაფერს ვერ უწოდებდი ამ ადამიანს. სამწუხაროა, რომ ბატონი პეტერი თავისი დამოკიდებულებით და არ ვიცი რატომ აქვს ეს დამოკიდებულება, თავისი დამოკიდებულებით ამხიდებს წვავს. როდესაც ელჩი, საქართველოში მოქმედი ელჩი, როგორც მესმერ ქვეყანაში არ ღვევს უხეშად ვენის კონვენციის პრინციპებს, ასე ხდება ხოლმე მისი დაბარება. ბატონი ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში, პირდაპირ ცდილობს ზეწოლა მოახდინოს მარცხაჯულებაზე და დამოუკიდებელ მარცხაჯულებაზე და ასე შემდეგ. 2025 წლის 24 სექტემბერს საქართველოს ხელისუფლებამ უკიდურეს ზომასაც კი მიმართა და პიტერ ფიშერი კრიტიკული განცხადებების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა. მაშინ დიპლომატმა ეს ნაბიჯი არამეგობრულ ჟესტად შეაფასა და აღნიშნა, რომ მსგავსი დამოკიდებულება აზიანებს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს. შევდივარ და მოვისმენ რის თქმას აპირებენ, მაგრამ ასევე უარყოფ მტკიცედ უსაფუძვლო და გამაღიზიანებელ ბრალდებებს გერმანიის მთავრობის, პირადად ჩემი და კოლეგ ელჩების წინააღმდეგ. ასევე გამოუთქვამ საყვედურს საქართველოს მთავრობის მოქმედ კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგოა. პიტერ ფიშერი ოცნების სამიზნე გახდა მაშინაც, როცა დიპლომატმა მოშიმშილე პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია მოინახულა და მას მხარდაჭერა გამოუცხადა. დიპლომატიურ სკანდალში კი ქართული ოცნება იმ დროს გაეხვა, როცა გაირკვა, რომ საქართველოს ხელისუფლება პიტერ ფიშერს ფარულად უთვალთვალებდა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, რისი ხელმომწერით საქართველო 1993 წლიდანაა. ქართული ოცნება რომ დიპლომატებს აყურადებს, გამოჟონილმა ვიდეო ჩანაწერებმა დაადასტურა. რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ნინო ლომჯარია გერმანიის საელჩოს ავტომობილში ჯდება და საელჩოსკენ მიემართება. ამ ყველაფრის ფონზე დღეს ოცნების პრემიერი საქართველოს მეგობარს ასე დაიმშვიდობა. ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, ამიტომ პირიქით ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შემოbrunდება. ქართული ოცნება საზოგადოების დარწმუნებას ცდილობს, თითქოს პიტერ ფიშერი გერმანიის მთავრობისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა და საკუთარ პერსონალურ პოზიციებს ახმოვანებდა, რაც ტყუილია, რადგან ყველა დიპლომატი მივლენილ ქვეყანაში საკუთარ სახელმწიფოს წარმოადგენს და ზუსტად იმ პოლიტიკას აწარმოებს ადგილზე, რაც მის
მის ოფიციალურ მთავრობას აქვს ამა თუ იმ ქვეყანასთან მიმართებით. ქართული ოცნების მიმართ კრიტიკული იქნება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის ელჩი. ეს გარდაუვალი ამბავია, იმიტომ რომ ქართული ოცნება არის ანტიდემოკრატიული რეჟიმი ამ ქვეყნის. ყველა უხარია შალვა პაპუაშვილს პიტერ ფიშერის წასვლა, რამდენადაც ერთის მხრივ პიტერ ფიშერი გამოხატავდა გერმანიის პოზიციას და არ ფიქრობ რომ ეს პოზიცია შეიცვალოს, მით უფრო მაშინ, როდესაც პიტერ ფიშერი გაიწვია ოფიციალურმა ბერლინმა კონსულტაციებისთვის, მასზე თავდასხმების შემდგომ ის დაბრუნდა. საგარეო მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებს არანაირი მოლოდინი არ აქვთ, რომ პიტერ ფიშერის ჩანაცვლებით შეიძლება გერმანიის მთავრობის დამოკიდებულება ქართული ოცნების მიმართ. და გადაჭრით ამბობენ, რომ არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ გადატვირთავს ურთიერთობებს ოცნებასთან, მანამ სანამ ის ანტიდასავლურ კურსზე უარს არ იტყვის. იქამდე სანამ ქართული ოცნების ხელისუფლება არ შეიცვლის თავისი ქცევის ნორმებს, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და მოთხოვნებს, რასაც ქვია ადამიანის უფლებების დაცვა, მანამდე არ ამგონია, რომ რაიმე შეიცვალოს რომელიმე ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხრიდან ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიმართ, იმიტომ რომ ეს არის დიპლომატიის ანაბანა. ელჩი ყოველთვის ასრულებს იმ დავალებას, რომელსაც აძლევს მას დედაქალაქი. თუ ამას ის არ აკეთებს, ან ვერ აკეთებს, იმას აუცილებლად გამოიძახებენ დედაქალაქში. თუ იმედებს ამყარებს ხელისუფლება იმაზე, რომ ახალი ელჩი ჩამოვა და რაღაც აბსოლუტურად ახალი პოლიტიკა იქნება საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც იქნება ამოვარდნილი ზოგადი ევროკავშირის პოლიტიკიდან, ეს არის გულუხილობა. პიტერ ფიშერმა ქვეყანა უკვე დატოვა. ვინ იქნება შემდეგი ელჩი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გავრცელებული ცნობებით გერმანია ახალი ელჩის გამოგზავნას საქართველოში მალევე აპირებს.